მოგესალმებით ყველას, დავბრუნდი ახალ ვიდეოთი და ვაგრძელებთ ავატარს. საკმაოდ კარგი სერიები არის მეორე სეზონში, პირველიც, მეორეც, მესამეც ძალიან მომეწონა და ახლა მომეხოთ მეორე სეზონის მეოთხე სერია. იმედია ისევ გაგვახარებს, როგორც წინა სერიები. ანუ წინა სერიაში ბუმი ვნახეთ, უბრალოდ ვერ ვნახეთ ბჭყალებში, რადგან ანუ ვნახეთ, მაგრამ სამწუხაროდ ანგის მასწავლებელი ვერ გახდა, რადგან თავისი გეგმა ჰქონია და თავისებურად უნდა რომ მოიცილოს მიწის ცეცხლის ბრძანებლები თავიდან. და რავი, სამწუხარო იყო, თუმცა ახლა უნდა ვეძებოთ მასწავლებელი, ახალი მისია გაგვიჩნდა. აზულა თავის მეგობრებთან ერთად განაგრძობს, შესაბამისად, კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ისტორიას ვნახავთ, მეის და მეორე სახელი გამოვიწყდა, მაგრამ ხო, დავიმახსოვრებ. ასე თუ ისე. საინტერესო სერიებია, იმედი მაქვს მეოთხე სერიაც გაგვახარებს, ცალკე ზუკო და აირო ყავს კიდე რომელთა დავგადასავალიც არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ანგის. და ახლა ვნახოთ რა მოხდება მეოთხე სერიაში. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და თუ ვიდეოები მოგწონთ და ლაიქეთ. ჩვენ კი ვიწყებთ. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი და მეორე სეზონის მეოთხე სერია 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. აუ, ცეცხლი. ამიტომ ხმაურზე. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. კი? ავატარი. აშკარად შეუძლია. მეორე წიგნი. ლეგენდა ანგის შესახებ. ჭაობი. ჭაობი. კაი. ლამაზია. გარემო. აირო და ზუკო. რას? საბრალო მოგზაურებისთვის ფულს ხომ არ გაიღებთ? სერიოზულად? სამეფო ოჯახიდან ვარ. ამ ხალხმა ყველაფერი უნდა მოგწეს, რაც მოგვინდება. ყველაფერს მოგცემენ თუ თავაზიანად თხოვ. მშიერი მოხუცისთვის ფულს არ გაიღებთ? მოიგე აირო. დიახ, გამომართვით. ფულს ვაფასებთ, მაგრამ ისე არა, როგორც თქვენს ღიმილს. ხომ არ გამართობდით ოქროს მონეტის სანაცვლოდ? შემსრულებლები არ ვართ. ყოველ შემთხვევაში პროფესიონალები არ ვართ. აირო. გრძელი გზა ქალაქ ბასინგსემდე, მაგრამ ქალაქში ძალიან ლამაზი გოგონები არიან. მე ოქროს მონეტას გთავაზობ. წარმოდგენა მინდა. ოპა. მაცაოც არ იქოცნა იციან, ამიტომ უყვართ დაგეთხა ძმაო. ეს გოგონები. სადილის ფულისთვის მსუქანი კაცის ცეკვას არაფერი შეედრება. აი აიღე. ძალიან კეთილი კაცია. კი, დაბედანი. ნუ ზუკო ოჩებია თავი რო შეიკავა, მეთქი ახლა მოკლავდა. კი. დამწუხრებულები უდებით მიწის სამეფოში, ნუ სხვა სამეფოში. მიწაზე რატომ მეშვებით? ქვევით რატომ ჩავდივართ? რა? ეს არც კი შემემჩნევია. თან
რამე მოხდა? ვიცი რომ უცნაო რა ჟღერს, მაგრამ გონი ეს ჭაობი მეძახის. იმას არ გეუბნება, საჭმლის პოვნასაც შეიძლება. არა, ჩემი აზრით, უნდა რომ იქ ჩავიდეთ. ჭაობი მოწყინოს, მაგრამ მიწას ვერ ხედავ, რომელზეც დავაშვებოდეთ. არ ვიცი. ბუმი მითხრა რომ თუ მიწის მართვის სწავლა მინდა, მოთმენა და მოსმენა უნდა ვისწავლო. ახლა კი მიწის ხმა ნამდვილად მესმის. და ამას ყურადღება არ მივაქციო. ხო, არ ვიცი. ეს ადგილი ავის მომასწავლებლად გამოიყურება. კი, საკმაოდ საშიში ჩემს, მაგრამ საინტერესო. ეს ადგილი აპასა და მომოსაც კი არ მოსწონთ. კარგი, რადგან ეს ადგილი ასე ძალიან არ მოგწონთ, ჭაობს დავემშვიდობები. ჰიპ ჰიპ. დაბრუნდები. არ ტორნადო და გაბრუნებს, კარგი? ამას არ ველოდებოდი. დავუჩქაროთ. ლოგიკური კი არის, რომ ჭაობი თუ ეძახის ძალით მიიყვანს შუების ადგილამდე. ოსო გადავიჭირეთ. არა. მიდიანგ. კარგი, ერთად მაინც ვართ. არ გავიყავით. თუმცა აბადა მოგმარჩინე. აბა და მომოს ად არიან? აბა! მამო! საკა იდახვზე ტორბელაგაზის. სად? როგორ ფიქრობ? ყველაფერი მე რატომ აჭდება? ისე ხო. ვერ ვიპოვე. ტორნადო კი. უბრალოდ გაუჩინარდა. ესეც მომო. გააბა. გათავისუფლდით მაინც. და დიდი ხნით არა. ჯობია ვიმოქმედოთ. იქნებ უმჯობესია რომ ჭაობს თავაზიანად მოვექცეთ. ეს მხოლოდ სცენარია. გინდა რომ მაჩეტეს მოქნევისას თუ შეიძლება და გმადლობ, თქვა? იქნება ანგისთვის მოგესმინა. თითქოს ეს ადგილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალი არსებაა. და თუ არ გვინდა რომ არა, თვითონ ჭაობია მაშინ ცოცხალი. სწრაფად უნდა ვიპოვოთ. არა, ისე ხო, აბა უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ეს თუ ჰორორ სერია მე უკვე გავწონს. ამის ბობო უკარით. აპა. მამო. ჩვენს ხმას ვერ გაიგონებენ. ჩვენ კი მათ ვერ დავინახავთ. ბანაკი უნდა გავშალოთ. ეს რა იყო? არაფერი. უბრალოდ ჭაობის აირი იყო. შეხედე, ზებუნებრივი არაფერი ხდება. ეს რა ჯამსკერი იყო. სამიოს შეეშინეთ ან. სოკა, აგრაც უფრო დიდხანს ვართ. მით უფრო ვწმუნდები რომ ეს არ უნდა გააკეთო. არა, ნებართვა ჭაობისგან ავიღე. ამის გაკეთების უფლება მომცა. ხომასია ჭაობო. არა, არ გულცია. ისეთი შეგრძნება არ გაქვთ რომ გვითოლთვალებე. კარგი რა. კი. მარტო ვართ. მათ თუ არ ჩავთვლით. მართალია. ეს მათ თუ არ ჩავთვლით. ეს შუქი რა იყო?
საინტერესოა. საერთოდ ასეთ სერიას არ ველოდებოდი ავატარში. და რა თქმა უნდა სოკას გაიგაცებს. ყველას დაცებს. კატარა კარგად იმასშობა. წყლის ბრძანებლობას კარგად იყენებს. ეს ტექნიკაც გაიყო. ბავშვებო, აპასინკორები. რა? როგორ ფიქრობ, ეს რისი ნაფეხურია, ზოუ? არ ვიცი დუ, 6 ფეხი აქვს და ძალიან დიდია. შეგვიძლია კვალს გავყვეთ და მოვძებნოთ. იცი ეს ნაკვალევი რასთან მიგვიყვანს? სადილთან. კარგი, როგორც ჩანს კიდევ ორი ჭაობში დაკარგულია. მეთქი შეჭამდა. ანგ? სოკა. გამარჯობა. შეგიძლიათ დამეხმაროთ? დედა? რა? დედა. ილუზია სკრიპტ. ორჯერა. ეს უკვე უფრო ესეთი მამას დაინახავს, ხო? სულელური ჭაობი, სულელური მცენარეები. კატარა. ფიქრობ მაგარი ხარ არა? გამარჯობა. იუე. ეს უბრალოდ სინათლის თამაშია. ჭაობის აირი. შენ თავი რაღაცას დავარტყი. გონი გიждები. შენ არ დამიცავი. სოკა მიფიქრა მაინც რომ ჭაობის ბრალია, იმიტომ რომ კატარა მართლა დაეჯერა რომ დედამისი იყო. კატარა. და ალბათ გიაცოს ნახავს, არ ვიცი. გამარჯობა. ვინ ხარ? მოიცადე, დაბრუნდი. ჟუანტელმა დამიარა სერიოზულად. თან ეს სამუდრე კი რა. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ასეც მონადირეები. შეხედე ზოუ. ამ ცხოველს ბიჭი აზის? არა, ეს ლემურია. მათზე გადაცემა ვნახე, იქ თქვეს რომ ჭკვიანები არიან. ალბათ ოპოსუმისნაირი გემო აქვს. შენ რომ მკითხო, ყველაფერს ოპოსუმისნაირი გემო აქვს. მოდით მეგობრებო. ახლოს მოდით. მოდით? არა. უბრალოდ შეგჭამთ. ეს რატომ თქვი? სიმართლეა. მაგრამ მაგის არ უნდა გეთქვა. საიდან უნდა ვცოდნოდა რომ ჩემს ნათლობს გაიგებდნენ. გაყევი. ისე ხო თქვი რომ ჭკვიანები არიან. ლემურები. ეს წყლის ბრძანებლები არიან? რას აკეთებენ ვერ მივხვდი.
მართლა ვინ არის? კაი, მოულოდნელი შეხვედრაც მაგას ქვია. ყველგან თქვენ გეძებთ. მე კი შენ გეძებდი. მე კი ერთ გოგოს მივსდევდი. ვინ გოგოს? არ ვიცი. სიცილის ხმა მომესმა და შემდეგ ლამას კაბაში ჩაცმული გოგო დავინახე. როგორც ჩანს აქ წვეულებაა, მაგრამ არ დაგპატიჟეს. მე კი მეგონა დედა ვნახე. საინტერესოა. შეშინებულები და მშივრები ვართ. ამიტომ ჩვენი გონება ყველამ თავიანთი საყვარელი ადამიანები ნახეს და ანგმა გქონდა? მე იუე ვნახე. ეს არაფერს ამტკიცებს. ანგისთვის ვინ არის ის გოგო ახლა? და ნახე. ანუ ეს ადამიანი მოგეჩვენა ვინც დავიწყეთ. ჩემზე რა მაინც გავიგებთ მალე. იმ გოგოს არ ვიცნობ. კაი, მაინც ნუს. ეს რა? მაგრამ იქნებ უბრალოდ არ ახსოვს. ცენტრია? რა ვიცი. ეს ცენტრია. შესაძლოა. შუაგულია. სწორედ ის გვეძახდა. ვიცოდი. ეს უბრალოდ ხეა. ვერავის დაუძახებს. ბოლოჯერ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვითვალთვალებენ და განსაკუთრებული არაფერი ხდება. გარდა ამისა. რა რეაქციები აქვს ამ სერიაში? აუ, ეს ტიპი ალახის სულს გავს. მოჩვენებების მიერ გადაცემული შერობა. Ну, регенерაციის უნარი რა თქმა უნდა აქვს. ო. რაიმე ტექნიკა არ გქონდა. აპა მაინც ვერ გავიგე ისინი რას აკეთებენ. რისთვის ჭირდება ლემურს მაისური? ლემურს არა. მომოტაიჭირეს. აუ, კატარას წყლის მცენებლობა ამ სეზონში ძალიან მაგარია. ისევე როგორც ანგის. გასაკვირველია. იქ ვიღაც არის. სცენარაშია. ხო. ამითხეთ რომ მე მისის მცენებელია. რატომ დამიძახე თუ ჩვენი მოკლა გინდოდა? მოიცადეთ. ეს მე არ ყოფილვარ. ევრინავდით, როდესაც გავიგონა რომ რაღაც მეძახდა და აქ ჩამოსვლას მთხოვდა. ის ავატარია. ასეთი რაღაცეები ხშირად გვემართება. ავატარი? გამომყევით. ამჯერად მართლა მაინტერესებს.
ამ ჭაობს ისიც მაინტერესებდა, მაგრამ ახლა უფრო მაინტერესებს. უნდა მაგალითად აი ასეთი დანიანი ბიჭისგან. ხედავთ? ყველაფერი რიგზეა. ის ურჩხული არ არის. კაცია, რომელიც თავის სახს იცავს. არანაირი მისტიკა. არა, ეს ჭაობი მისტიკური ადგილია. ეს რა წმინდა თქმა უნდა, ახლა აი აქ მისტიკის გარეშე როგორ. ერთხელ გავიგონე როგორ მეძახდა, ისევე როგორც თქვენ დაგიძახათ. რა თქმა უნდა, ამ ხეს ლაპარაკი ძალიან უყვარს. სინამდვილეში ეს ჭაობი ერთი ხისგან შედგება, რომელიც დიდ მანძილზეა გავრცელებული. აო. ისინი გავრცელდნენ, შემდეგ კი ჩაიძირნენ და ფესვები გაიდგეს. ეს ერთი დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ისევე როგორც ჩვენი ვაჰ, ეს ერთი ხეა მარტო. ხეზე ყველაფერი გავიგე. მაგრამ ფესვები უფრო ეს სწორად. უყაროა? რა თქმა უნდა. გონია ჩემგან, ან შენი მეგობრებისგან, ან ამ ხისგან რამით განსხვავდები? თუ ყურადღებით მოусმენ, გაიგებ, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთდროულად როგორ სუნთქავს, იგრძნობ, ყველაფერი როგორ იზრდება. ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამას ვერ ამჩნევენ. საერთო ფესვები გვაქვს, ერთი ხის ტოტები ვართ. ჩვენი ხილვები რას ნიშნავს? ჭაობში იმ ადამიანებს ვხედავთ, ვინც დავკარგეთ და გვიყვარდა, ან მათ ვხედავთ, ვინც გვგონია რომ დავკარგეთ. ჭაობი გვეუბნება, რომ ასე გებია. მათ უკავშირდებით. დრო ილუზიაა, ისევე როგორც სიკვდილი. ჩემს ხილვაზე რაღაც იტყვით. იმ გოგოს არასდროს შევხვედრივარ. ავატარი ხარ, ამაზე შენ უნდა მიპასუხო. დრო, ილუზია. მომავლიდან ვინმე? ესე იგი, მომავალში უნდა ნახო. შევხვდები? კი. ბოდიში რომ გაკვეთილს გაწყვეტინებთ, მაგრამ აპა და მამა უნდა მოუძებნოთ. გონი ვიცი ისინი როგორ უნდა ვიპოვოთ. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კი. მიდი. შენ ხო ავატარი ხარ? ვაჰ. ანკ. გადავთ? წავედით, უნდა ვიჩქაროთ. დინარეზე ბადე გავამზადე, 10 თევზი დავიჭირე და ცოცხლად მოვკალი. თევზები დავჭერე. ცოცხლად მოვკალი ახლა მოვწვი. რა? ესეც კატარა. ანი. თავს დაგვესხდნენ. არა. წყლის ბრძანებლები ხართ? კი. თქვენც. ნათესავები ყოფილვართ. არა, თბადულობთ. გამარჯობა, ჰიუ. როგორ ხარ? ბავშვები შევაშინე, მცენარეში დავიმალე. ჩვეულებრივად ვარ. ჰიუ? ოპოსუმი როგორ მოგწონთ? პოლარული ქათმის გემო აქვს. და აბა შეჭმა ასე ძალიან რატომ გინდოდათ? აქ ბევრი დიდი ცხოველი ყავთ. გინდა რომ სლიმი შევჭამო? ჩვენი ოჯახის წევრია. კარგი სლიმი. ხოჯოებს არ ჭამს. ამას ადამიანები ჭამენ. და საიდან ხართ? სამხრეთ პოლუსიდან. არ ვიცოდი რომ წყლის მბრძანებლები იქაც იყვნენ. იქ კარგი ჭაობები გაქვთ? არა, იქ მხოლოდ ყინული და თოვლია. არ მიგვირს რომ წამოხვედით. ახლა კი იმედი ხვდებით რომ აქ უცნაური არაფერი ხდება. უბრალოდ ადამიანები არიან რომლებიც ჭაობში ცხოვრობენ. და ხილვებზე რას იტყვი? ხომ გითხარი ძალიან გშიოდა. აი უზარმაზარ ხოჭოს ვჭამ. და იმაზე რაღაც იტყვი, რომ ხემ აპასა და მომოს ადგილმდებარეობა მაჩვენა. ეს ავატარს ახასიათებს. არ ითვლება. ხოლოდ ის არ მისმის ასეთი ძლიერი ტორნადო როგორ შექმნით. მე ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია. აჰა. უბრალოდ მცენარეებს ვუვლი. კარგი, თუ ამინც არ ჩავთვლით, ეს ჩვეულებრივი ჭაობია. არა. ზუგო დაირო. ვინ არის აქ? აუ. ზუგო. ლუჯისული.
რელიზი მოამზადა არ მითხრათ რომ ახლა მოკლა. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები. კარგი. ესე იგი ეს იყო ავატარი, მეორე სეზონის მეოთხე სერია ჭაობი. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ სერიაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი სერია იყო ესეც. მართლა კარგი. ესე იგი მომავალში უნდა ვნახოთ ის გოგო. ახლა მაინტერესებს ჩვენს მიწის ბრძანებლობასთან იქნება დაკავშირებული თუ უკვე შემდგომში ცეცხლის ბრძანებლობას როცა დავიწყებთ, მაშინ გამოჩნდება, იმიტომ რომ, რავი, კარგი იქნება რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს, თუმცა ცოტა იყოს ეჭვი მეპარება. სახეც კი არ დაგვინახავს ნორმალურად და ნახოთ. ზოგადად რა თქმა უნდა ისევ იმაიმუნა თავისი ბრძნული აზრები მოგვასმენინა და რა თქმა უნდა არ აღმოჩნდა მართალი. იმიტომ რომ ჭაობი ცოცხალი იყო ნამდვილად და ვაუ ის ხე წარმოიდგინეთ ერთი ხე ამ ხელაზე. ანუ ხე რა ფესვები ხის ერთი ხის. თუმცა ხეც კარგი დიდია ისე. ანუ ნორმასთან შედარებით ხე არის კოლოსალური. ნამდვილად უფრო წინ და წინ ვივიწევთ მიწის ბრძანებლობის სწავლისკენ და იმედი მაქვს რაც შეიძლება მალე ვიპოვით მასწავლებელს. რაც ამას საკმაოდ სჭირდება ახლა. და ის სუკო რა იყო ეს სუკო სამბოლო ბოლოში შანსი არა ვერ დავიჯერებ რომ ის ტიპი მოკლა უბრალოდ სანამ ჩემი თვალით არ გვაჩვენებენ ცხადია, მაგრამ სანამ არ მოვისმენ ვინმესგან ან ზუკოსგან ან აიროსგან რომ გვარია არ დავიჯერებ. ანუ თუ მოკლა კი ბატონო ახლა მესმის რატომაც, მაგრამ ვაუ ჯერ ესეთი რამ არასდროს გაუკეთებია. გამაუცა ზუკო მინდა გითხრათ ბოლოში კი იმსახურებდა ეს ტიპი რომ მოეკლათ, მაგრამ რა ვქნათ. კაი მაშინ. ნახოთ შემდეგი სერიაც. კაი სერია იყო, ცოტა საშიში და ძალიან საინტერესო. ავატარი ლეგენდა ანგზე. მეორე სეზონის მეხუთე სერია. 3, 2, 1 დავწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. ეგრე, ცოტა გამიჭედა უკაცრავად. იქნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. ხანდახან მინდა რომ გადავახვიო ეს ინტრო, იმიტომ რომ მეტი ვერაფერი ვერ აღმოჩინე. ის ჰაერის მაგრამ ანგია. იყოს რა, ასვერჩი. ის მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი ლეგენდა ანგის შესახებ. მეორე წიგნი მიწა მეხუთე თავი ავატარის დღე. ავატარის დღე. კაი. ეს მეთქი აპასპირზე იყო ესეთი ამბავი. მამა ყურადღებით უნდა იყო. Davide ხანიეძია სოკას. სრაბად. კარგი ახლა რა ხდება? ჩემი გრეგნირები.
ცეცხლის სტომით ვიწყებთ. ვაუ. მოიცადა ჩემი ბუმერანგი. ამის დრო არ გვაქვს. ო, რა თქმა უნდა. შენი გრაგნილებისა და ნიფტის. საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდათ ისე. ვეღარ მოიცადე? ბუმერანგის გამო ბოდიშს კი რა? ისეთი სოკა ბუმერანგის გარეშე დავტოვეთ. წარმოიდგინე შენი სერია ახალი დაწყებულია და მშვიდით ხალხო. თავისი ნახტავები რომ დაგაკეთოს. აი შენი სურსათი იკინიანო. ადრე ბუმერანგიანი ბიჭი ვიყავი. ეს წყლის ტომის ფულია. იმედი მაქვს ასეთებსაც იღებთ. მთავარი ფული იყო. მართალია. ბედნიერი ავატარის დღე გქონოდეთ. ავატარის დღე? ვიყავ დღესასწაულზე ჩამოხვევით. დღესასწაული. იცოდით? შეხედე, გიგანტური კიაში გააკეთეს. აი, ავატარი რო. კიოში. შენს პატივსაცემად დიდი დღესასწაულის გამართვა კარგია, მაგრამ ულახდილად რომ გითხრა, დაფასებად საკმარისია. ნო. მათისა დღესასწაულ საჭმელების დაფასებაც კარგია. შეხედე. ასეთი დიდი ჩემი თავი არასდროს მინახავს. რა თქმა უნდა. აი, ჩირაღდანიც. სერიოზულად? ნახე და საშიშია. ცოტა კრიფია. მაგრამ ანგიც რომ მისტარებას შევძლებდი. შეხედეთ, ის ბიჭი რას აკეთებს? გამოდაცვან ახლა. ძირსავატარი. 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 აჰა. აჰა. კარგი, ავატარის დღე ის არ არის ჩვენ გქონია. ზუკო. ესენი სადიშოვე. რა მნიშვნელობა აქვს ადვიშოვე? ძირსავატარი. ძირსავატარი. მინუსანგი. ისულელი გოგო, ავატარის თვითონაც თვალი დახუჭა. არა. ეს თავად ავატარია. თავისი ძალის გამოყენებით ყველას გაგვანადგურებს. კი? არა, არ გაგანადგურებთ. მე ჯობია წახვიდე. შენი აქ ყოფნა არავის უხარია ავატარო. რატომ არა? ანგი ხალხს ეხმარება. ეს სიმართლეა. თქვენს მხარეს ვარ. ამის დაჯერება მიჭირს. იმას თუ გავითვალისწინებთ, შენს წინაცხოვრებაში რას გაგვიკეთე? ავატარმა კიოშიმ ჩვენი სახელგანთქმული ლიდერი დიადი მინი მოკლა. ფიქრობთ რომ ვინმე მოვკარი? დიდებულიერი ვიყავით, სანამ ჩვენს ლიდერს მოკლავდია. შემოვხედე. ანგი ასეთ რამეს არ გააკეთებდა. რომელიმე ავატარი ასეთ რამეს არ იზამდა. უსამართლობაა რომ მის ღირსებაში ეჭვი შეგეპარათ. მოდით ვუთხრით. ავატარი კიოშის წარსული. შანსი მომეცით, რათა ღირსეული სახელი აღვიდგინო. შენი უდანაშაულო ცება მხოლოდ დაგეხათ. სასამართლოს წინაშე წარდგომით შეგიძლია. სამართლოს წინაშე სიამოვნებით წავდგები. ჩვენი ყველა კანონის დაცვა მოგიწევს და გირაოც უნდა გადაიხადო. პრობლემა არა. აიდან უნდა მცოდნოდა რომ წყლის ტომის ფულს არ იღებდნენ. რა? ზოგიერთებს არ მოსწონხარ, მე რა. აა. ზანებლების მთელი ტომი ვერ გიტანს. ახლა კი აქედან უნდა გამოგიყვანოთ. არ შემიძლია. რა თქმა უნდა შეგიძლია. ცოტა ჰაერის მართვა გამოიყენე. და თავისუფლები ვიქნებით.
მგონი სოკა იმის თქმას ცდილობს, რომ შენი დანიშნულება სამყაროს ასე მგონია ხელების გამოგება იქნებ ისედაც შეუძლია. ამ ხალხს ასე ვერ მოვექცევი. ფიქრობენ, რომ მკვლელი ვარ, თქვენი დახმარება მჭირდება, რათა ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო. ეს როგორ მოვახერხოთ? დანაშაული 300 წლის წინ მოხდა. არა უშავს სოკა. რატომღაც მგონია, რომ გამოცდილი დეტექტივი იყავი. ალბათ, ჩემზე ამის თქმა შეიძლება. ხო, ჩვენს ტომში დაკარგული ხორცის პოვნით სახელი გაითქვა. ლეოპარდს დანაშაულებდა, მაგრამ მე გავარკვია, რომ დამნაშავე მოხუცი კაცი ჯარკვა იყო, რომელსაც ლეოპარდის შექმები ეცვა. ხომ გესმის? ნამდვილი 800 ფუტიანი პოლარული ლეოპარდი უფრო ღრმა ნაკვალებს დატოვებდა. მოკლედ საკმაოდ კარგი დეტექტივია. ანუ დამეხმარები? ხო, მაგრამ ახალი რეკვიზიტი დამჭირდება. რა იყო? რა? ახ. ესეც ლურჯისული. მერთო ზუკო რას უშვები ამ ხალხს. დანაშაულის შადენის ადგილია. არ ხოცავს მაინც და უბრალოდ საჭმელს და უსართმელს. კიოშის ნაკვალები. მაგრამ წინა სერიაში რო ტიპი იყო იმას რა მოუვიდა. 370 წლის წინ მოხდა. კიოში ტაძრიდან გამოვიდა და ჩინს თავს დაესხა. იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ეს ქანდაკება 370 წლის წინ. ლიდერისთვის უკვდავება მიგვენიჭებინა. შეგიძლიათ ქანდაკებით დაატკბეთ. ტაძარი და ქანდაკება ერთი ქვისგანაა აგებული. ჩვენ კი ვიცით, რომ ქანდაკება ჩინის გარდაცვალების შემდეგ შექმნეს. ანუ თუ ისინი ერთდროულად შექმნეს, ეს ნიშნავს, რომ ჩუმად, ეს საიდუმლო უნდა მოხსნა. ეს ნიშნავს, რომ კიოში ამ ტაძარში მერის მიერ მოყოლილი ისტორია საიდუმლოებითაა მოცული, მაგრამ ამით ანგის უდანაშაულობას მაინც ვერ დავამტკიცებთ. მართალი ხარ. კიოშის კონსულზე უნდა წავიდეთ. ეს სადიშოვე. რა? მელოტი ხარ. ტელამოზის კიოშის კონსულზე. აკაურობას ადვილად მოერგები. არ ვიცი რატომ, მაგრამ სერია უცებ გაითიშა. ასე რომ ვაგრძელებთ. ჩვენ უნდა ვიყავთ 3 2 1 გავაგრძელეთ. ხო, ეს კი ცოტა შარშია. კიოში. კიოშის კუნძული. რა მოხდა? მოსვლა ვერ შეძლო გოგო. ამს როდებოდა რა რეაქციას. იგი ციხეშია. ჩინის ქალაქში ამბობენ, რომ წარსულ ცხოვრებაში მათი ლიდერი მოკლა. ამბობენ, რომ მკვლელი კიოშია. კიოში? ეს სიგიჟია. მის აკლდამაში წაგიყვანთ. იქნებ მისი ღირსეული სახელის აღდგენაში დაგეხმაროთ. და სუკი როგორ არის? აქ არის? ის და სხვა მეომრები ომში წავიდნენ. სუკიზე დიდი გავლენა მოახდინეთ. თქვენ რომ შთააგონეთ და სამყაროს შეცვლა უნდა. ვაუ. ო, შესანიშნავია. სუკის ნახავენ და ოდამად თვითონ კიოშიმ გადააკეთა. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს რელიკვიები მის სულს ჯერ კიდევ უკავშირდება. მისი კიმონოა. დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. ხო, არ შეეხო. ეს მარაოები კი სიმართლეა. იყო არა? ხოთ მარაოებსაც არ შეეხო. ეს მისი არც ამას არ შეეხოთ. ზარმაზარი ფეხი ჰქონდა.
ავატარებს შორის უდიდესი ფეხი. აჰა. ცედეთ. დიდი ფეხი. კვარ. შეუძლებელია. განსაკუთრებული ტანსაცმელი. ხუთი და ჩიბუხი. ეს არაფერს გეუბნება. მართალი ხარ. შეხაი როძიდი. იოში იმ ნაკვალევს ვერ დატოვებდა, რაც ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩატარის ადგილთან არაფერი აკავშირებს. ოჩახსო. კი. საერთოდ. ზოგო რომელზეც შენ ლაპარაკობ გონს მოეგება. უბრალოდ უნდა დაელოდო. მართლა ასე ეგრეც ვიცი. მაგარი ბიჭი ხარ. არ ვიცი. მისმინე. ჭკვიანი, სიმპათიური და მხიარული ხარ. თანაც ავატარი. ეს ანიშნავები ხართ. ნუ შეგეშინდება რომ შენი გრძნობა ნო. შესაძლოა. რელიზი მოამზადა და აჭარა ტიპები აღმოჩნდნენ. ამ ნახატს კიოშის არც მეკონა რომ ცუდები იქნებოდნენ, მაგრამ სწორედ იმ უფრო უკეთესებიც კი აღმოჩნდნენ. დაარსდა. სხვათა შორის აუ ეს კიოშის ამბავი ძალიან მომწონს. 370 წლის წინ. მოიცადეთ. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ზუსტად ამ დღეს მოხდა. დიახ, დღეს კიოშის დღეა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ცერემონია მზის მოსვლისას არ ყოფილა. მზის ჩასვლისას მიმდინარეობდა. ჭრდილებს შეხედეთ. აღმოსავლეთისკენ უთით. აო. დასავლეთით იყო. ეს რას ნიშნავს? თურქიაში მზის ჩასვლისას ამ ცერემონიაზე იყო დანაშაულს ვერ შეიძენდა. მას ალიბი აქვს. პატივცემულო მერო. ავატარის დასაცავად მზად ვართ. გამოძიება ჩავატარეთ და მყარი სამხილები აღმოვაჩინეთ. სამხილებიო. ჩვენი სასამართლო სისტემა ასე არ მუშაობს. მაშინ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას როგორ შევძლებ? ყველაფერი მარტივადაა. მე იმის შესახებ მოვყვები, რაც მოხდა, შემდეგ ამის შესახებ შენ მოყვები და ბოლოს მე გადავწყვეტ მართალი ვინ არის. რა? ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ასეთია. ყველაფერს ჩვენ ვწყვეტ. ეს სულელეა. დიადი ჩინი ყველას უყვარდა, რადგან ის დიდებული იყო. შემდეგ ავატარი გამოჩნდა და ის მოკლა. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ახლა კი თავის არგუმენტებს ბრალდებული წარადგენს. ამას შეიძლება ანგ. უბრალოდ სამხილებზე იფიქრე. მართალია. სამხილები. ალბატონებო და ბატონებო. ახლა მე მოგიყვებით სინამდვილეში რა მოხდა. და ყველაფერს აბა. დავამტკიცებ. ფაქტი ნომერი 1. ნაკვალევი. როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ფეხი მაქვს. კი. გარდა ამისა, აძარი და ქანდაკება ერთი ქვისგანაა აგებული. მაგრამ ნახატზე მზის ჩასვლის დროს ვარ გამოსახული. მოკლედ, აი სამხილები, უდანაშაულობა. კი. მისი საქმე ცუდად არის. ნამდვილად. როგორც ჩანს, ბევრი რამ მოყიდა, მაგრამ კი. ფული საიდან? იყიდა. მოგწონს ახალი ჩაიდანი. გულახდილად რომ გითხრა, ჩაის კარგი გემო იმაზე არ არის დამოკიდებული თუ როგორ ჩაიდანში მომზადებ. აი ფულის ჩაიდანში თუ თუნუ. მეცნიერად ნაგის ამბავს მეცნიერება ისე. და ძალიან გვიჭირს, მაგრამ აქ სასირცხვილო არაფერია. თავისი ღირსებები გაჭირვებასაც აქვს. კი? ავატარის გარეშე ღირსება არ გამაჩნია. ზუკო, არ ვიცი. რაც კი თუ ავატარს დაიჭერ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი პრობლემები მოგვარდება. ხო, ახლა იმიტომ რომ მაშინ იმედი აღარ არსებობს. ავატარის დაჭერა საერთოდ აღარაა საჭირო. სასოწარკვეთილი არ უნდა გახდე. თუ ამ გზით წახვალ, შენს ყველაზე უარეს ინსტინქტებს დაემორჩილები. დაჭირვების დროს შენს თავს მიდის უკვე ერთხელ მაინც დაუჯერე აიროს. შინაგანი ძალა სწორედ ამას ნიშნავს. არ ვიცი. პატივცემულო მერო. სასამართლოს ვთხოვ ჩვენს ბოლო მოწმეს მოусმინოს. უკვე გითხარით, რომ სასამართლოს წინაშე მხოლოდ მე და ბრალდებული გამოვალთ. მოწმის მოყვანა არ შეიძლება. ეს უბრალო მოწმე არ არის. ახლა თვით ავატარ კიოშის დავუძახებ. ახლა სოკა იყოს კიოშის ფორმაში, რაც რასაკეთებ? ანგის წინა ცხოვრება. იქნებ მისმა ტანსაცმელმა რამე შეცვალოს.
ნივთების ძალის მართლაც მწამს. ვაუ. კანონის დაცინვა. ხოვთ თუ ერთი წამით მოითმენ დარწმუნებული ვარ კიოში გამოჩნდება. ყველას მოგესალმებით. ავატარი კიოში აქ არის. დაგიმარჯეს. დიადი ჩინის მკვლელობისთვის სასამართლომ დამნაშავედ ავატარი გამოაცხადა. რა? ეს არგისტიკია. დამპყრობელი ჩინი მე მოვკალი. საშინელი ტირანი იყო. კონტინენტის ყველა კუთხეში ჯარს უსწრებდა. როდესაც ჯარი იმ ნახევარ კუნძულს მიადგა, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, დაუყოვნებლივი კაპიტულაცია მოგთხოვა. გავაფრთხილებული მოგმარჯდებოდი, როდესაც ჩემს სახლს გაანადგურებდა. მაგრამ უკან არ დაიხია. იმ დღეს ჩვენი მიწა კონტინენტს გამოეყო. აუ. ის ავატარის რეჟიმი. აუ. და ეს კიოშის კუნძულის ამბები. ვახჩი. სესხლი, აერი, მიწა, ყველა სტიქია. კიოში უკვე ყველას ბრძანებელი იყო მაგ დროს. აუ თქვენ მე გადავებით და ნაკვალევიც იმისზე იყო. შეუქმენი, რათა ჩემი ხალხი დამპყრობლებისგან შორს ყოფილიყო. ნუ გადავიდეთ ახლა. რა მოხდა? დანაშაული აღიარე. ზოხვარ. ახლა კი დამნაშავედ გწნობ. მოიტანეთ დასჯის ბორბალი. არა მგონია. ანუ არ ვიცი სიმართლე გითხრა რას გაიგეთ. შენს ნათქვამზე ბევრი ვიფიქრე. აბა მართლა? კარგია. ერთ რამეს მივხვდი. აუცილებელი ახლა არის რომ ერთად ვიმოგზაუროთ. ჩემი გზა უნდა ვიპოვო. ზუკო მოიცადე. აუ ცხენი საგანა. ახლა დამნაშავე დასჯის ბორბალს დაატრიალებს. არ ვიცი, ალბათ სხვანაირი რეაქცია უნდა მქონოდა, მაგრამ სამწუხარო რომ ვქვა. სასამართლოს წინაშე წავდგებოდი, ამიტომ ამას გავაკეთებ. კაი. მიდი, ნეტავ წამების მანქანა შეხვდეს. დათმა შეჭამოს. სამართებელი. საზოგადოებრივი სამსახური. გთხოვ. საზოგადოებრივი სამსახური. გაჭერდი. როგორც ჩანს, ზეთში მოიხარშები. ცეცხლის ტომი აქ მოვედით, რათა ეს მიწა ცეცხლის ბატონს გადავწყვეტ. დასაწყისში რომ გამოჩნდნენ. ლიდერი მაჩვენეთ, რომ ტახტიდან ჩამოვაგდო. ესეც ლიდერი. აი იქ არის. შენ ვაუ, აგეთ რამე. ნაკლებო. სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ ზეთში უნდა მოვიხარშო. აი, საზოგადოებრივი სამსახური შეხვდა. საზოგადოებას ემსახურე და ეს მარტორქები აქედან გაყარე. აუ, ეს რა მაგარი იყო. სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ ზეთში უნდა მოვიხარშო. ახლოს იყო. მარტორქებო, ქალაქში შედით.
ვაუ, სოკა. კარგი. მეგონი ვიღაც მოვკალით. ბუმერანგი. ყოველთვის ბრუნდები. აუ. ოპა. ავატარი კიოში ჩაერთო საქმეში. ამიერიდან ახალი ავატარის დღეს აღნიშნავთ. ეს დღე ავატარ ანგის სახელობის იქნება, რომელმაც მარტო რქების შემოსევისგან გვიხსნა. ეს რა არის? ჩვენი ახალი სასწავლო კერძია. უმიცომი. უმიცომი. და გავიხსენებთ, რომ ავატარი Z-ში არ მოიხარშა. ვაუ. ავატარის დღეს გილოცავთ ბავშვებო. ამაზე უარეს ქალაქში არასოდეს ყოფილვართ. ნამდვილად. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com. კაი. ესე იგი ავატარი მეორე სეზონის მეხუთე სერია. კიოშის გამოჩენა გამიხარდა. პირველ რიგში მაგას ვთქვი. საინტერესო ისტორია ჰქონდა. კიოშის კუნძულს. საინტერესო ისტორია იყო ამ ლიდერის მკვლელობის და არ ვიცი, მიწის ქალაქში, მიწის ქვეყანაში მე მგონი ყველაზე დებილი ხალხი უნდა გხვდებოდეს. არა სერიოზულად რა. პირველ სერიაში რომ იყო გენერალი, გავიღოთ, ავიღოთ ესენი და რავი. ნუ ზოგჯერ ცეცხლის ტომშიც კი შეხვდა 1-2 ასეთი. ახლა გამახსენდა რამდენიმე მომენტი. წყლის ტომიდან მაგალითად, თუმცა ესენი კი შეხვდნენ წინა სერიაში წყლის ტომიდან. მაგრამ რავი. ერთი მხრივ სიმართლე გითხრათ ვერ ვეტყვი. მეოთხე სერია უფრო მომეწონა თუ ეს მეხუთე. ანუ ორივე თავისებურად ძალიან კარგი იყო. განსაკუთრებით ეს ზუკოს და აიროს. არ ვიცი რა თქვა. მარტო უნდა განვაკრცო გზაო. ანუ თითქოს და ლოგიკურია რატომაც უნდა ზუკოს ამის გაკეთება. ერთი მხრივ იმიტომ რომ არ უნდა საფრთხეში ჩააგდოს აირო, მაგრამ აიროსაც აიროს ძებნაში არის და რავი. და მეორე მხრივ შეიძლება ითქვას რომ აირო ხელს შეუშლის, ან თვითონ შეუშლის ხელს აიროს. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. მე თუ მგითხავთ არასწორად მოიქცა ამჯერად. მაგრამ ნახოთ სანამდე მიგვიყვანს ეს ამბავი. წესით არ უნდა იყოს ახლა ისეთი რამ. ნუ ყოველ შემთხვევაში აიროს შევატყე რომ აიროს სახეზე შევატყე რომ რა თქმა უნდა არ უნდა რომ ზუკო წასულიყო, მაგრამ ერთი მხრივ უხარო და კიდეც ანუ აირო ზოგადად ესეთი ტიპია, ვერ გავიგებ რა უხარია რა არა მართლა გეუბნებით. ერთი მხრივ ჩანდა თითქოს და უხაროდა რომ ზუკო მარტო წავიდოდა. არ ვიცი, მე პირადად მერჩივნა რომ ერთად დარჩენილიყვნენ. მაგრამ პლუსი ისაა რომ ახლა ზუკოს და აიროს ვნახავთ ცალ-ცალკე როგორ იმოგზაურებენ. ეს მართლა საინტერესო იქნება.
ოღონდ გეხვეწებით ისე არ მოიქცეთ რომ ერთ-ერთი დაიჭირონ ან რამე არ ვიცი რა დიდი ალბათობით უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე რომ ორი როცა არიან ერთად რომ იყოფიან მე ერთს დაიჭერენ და მეორეს მისია გახდება მისი გათავისუფლება მისია რა უფრო მიზანი მისი გათავისუფლება ამ შემთხვევას თუ განვიხილავთ შეიძლება ვთქვათ რომ უფრო შანსი იმისა რომ ზუკო გახდეს დასაჭერი ის აირო დაიჭირონ და ზუკოს გადასარჩენი გახდეს ანუ აირო რომ დაიჭირონ მაგის თქმა მინდა რაც მაგარი სისულელე თქვიწერა ასე თუ ისე სერიები კარგი იყო მომეწონა იმედი მაქვს თქვენს მოგეწონათ თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და დამიწერეთ კომენტარებში ზოგადად რას ფიქრობთ ამ სერიებზე მიწის წიგნზე მეორე სეზონზე ჯერჯერობით კიოშის ამბავი ძალიან მაინტერესებს და იმედი მაქვს უფრო მეც გავიგებთ ამ ავატარის შესახებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად გრძანდებოდეთ.